ჩვენ ვმადლობთ უფალ ღმერთს, რომ გვაქვს დამოუკიდებელი ერთიანი სახელმწიფო, საქართველოს სახელმწიფო. ეს არის საბოძვარი ღვთისა და დიდი საჩუქარი ღვთისაგან. რატომ ჩვენი ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართულ ერს მართალია მუდამ ჰქონდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ერთიანი სახელმწიფო, მეფე ფარნავაზიდან მოყოლებული. მაგრამ გახსოვთ, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა დაიპყრო საქართველო და საქართველოს სახელმწიფო გაქრა, აღარ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო. 200 წელი და იქამდე თქვენ მოგახსენებათ, რადგანაც დაახლოებით მე-15-მე-16 საუკუნეებში გაზიარდა ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიები, საქართველოს ერთიანი სახელმწიფო დაიშალა ნაწილებად, ცალკეულ სამეფოებად, სამთავროებად. ესენი მართალია დამოუკიდებელი ერთეულები იყვნენ, ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულები, მაგრამ საქართველოს ვერ მთლიანდებოდა, ვერ გამთლიანდა. არ იყო ამის მიზეზი პოლიტიკური გარშემო. და რადგანაც დღეს ჩვენ გვაქვს ერთიანი სახელმწიფო, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მონოპოლარი 500 წლის სრემლის, ოფლის და ხმლის და ბრძოლის და სისხლის შედეგი და ჩვენ მადლობთ უფალ ღმერთს, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. მართალია მისი ნაწილები არის ოკუპირებული, მაგრამ ეს არის მაინც ერთიანი საქართველოს სახელმწიფო და როგორც მოგახსენეთ, ეს არის ღვთის დიდი წყალობა და მადლი. უნდა ვთქვათ ეკლესიის დამოუკიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. საერთოდ ეკლესია ეს იცის, ვისაც წაუკითხია ისტორია, რომ მშენებელი არის, მუდამ მშენებელი იყო საქართველოს სახელმწიფოსი. შეიძლება ითქვას, რომ როცა იყო მომენტები ისტორიული, როცა საქართველო თქვათ ნაწილდებოდა, იშლებოდა, სწორედ ეკლესია ერთიანებდა, ამთლიანებდა. ერთი მაგალითია მაგალითად, როცა არაბები ჩვენ შემოგვესივნენ, საქართველოს ერთიანი სახელმწიფო, ძველი სახელმწიფო დაიშალა ნაწილებად, მაგრამ შემდგომ სწორედ ეკლესიამ, თქვენ გახსოვთ გრიგოლ ხანძთელის ეპოქა, კიდე სხვა ეპოქები, შეძლო საქართველოს სულიერი გაერთიანება, საქართველოს საპატრიარქომ გაერთიანა სხვადასხვა სამეფო სამთავროები, ეს იყო მე-10 საუკუნის ბოლოს და მე უკვე ჩამოყალიბდა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, აღსდგა ფარნავაზის დროინდელი ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, მე-11 საუკუნის დასაწყისში ჰქონდა ერთიანი სახელმწიფო. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ მე-19 საუკუნეში, აი გავიდა თითქმის 1000 წელი მის შემდგომ, კვლავ საქართველოს სახელმწიფო აღარ არსებობდა, რუსეთის იმპერიამ როგორც თქვით, გაანადგურა საქართველოს სახელმწიფო და ისევ ეკლესიამ დაიწყო ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს შესაქმნელად. ეს ჩვენ არ უნდა დავიწყოთ. მე-19 საუკუნის საოცარი მღვდელმთავრები, მე-20 საუკუნის საოცარი პატრიარქები და მღვდელმთავრები სწორედ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლები. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ რუსეთის იმპერია იყო ძალზე ძლიერი იმპერია და რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედავდა საზოგადოებაში, რომ ეთქვა, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს სახელმწიფო. მას რა თქმა უნდა, აპატიმრებდნენ, აციმბირებდნენ და სჭირდნენ. მაგრამ ერთადერთი ძალა მაშინ, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ საქართველოს სახელმწიფო, იყო ეკლესია. წარმოიშვა იდეა მე-19 საუკუნის ბოლოს, რომ ჩვენ ისე უნდა აღვადგინოთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. რუსეთმა ავტოკეფალიაც აგვართვა, მაგრამ სამღვდელოებამ გაბედა და დაიწყო საუბარი, ჩვენ აღვადგინოთ ავტოკეფალია. და მუდამ იყო მოთხოვნები გაგზავნილი რუსეთში, საეკლესიო კრებები აგზავნიდნენ ჩვენი სამღვდელოების კრებები, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ავტოკეფალია იმპერატორის წინაშე, სინოდის წინაშე მუდმივად და ხალხი თქვენ გახსოვთ, რომ ეკლესიის მხარეზე იყო მაშინ ძალზე და იქიდან მოვიდა პასუხი, მოდიოდა ასეთი პასუხი, რომ ავტოკეფალია უნდა ეფუძნებოდეს რაიმე ტერიტორიას, რაიმე მიწა-წყალს, მაგრამ თქვენ არ აგავთ საქართველოს ერთიანი ქვეყანა, არ არსებობს, არის თბილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია, ეს ორი გუბერნია არის და საქართველოს არ არსებობს, პოლიტიკური საქართველოს არ არსებობს, იყო პასუხი. და თუკი თქვათ მივხვდეთ ჩვენი სამღვდელოება, რომ თუკი იქნებოდა საქართველოს ერთიანი რაღაც ადმინისტრაციული ერთეული, თუნდაც რუსეთის იმპერიის შიგნით, ოღონ ერთიანი საქართველოს, არა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, არამედ საქართველოს ერთიანი რაღაც ადმინისტრაციული ერთეული
მას დაეფუძნებოდა ავტოკეფალია. და დაიწყო სწორედ ამაზე ფიქრი, მსჯელობა, ლაპარაკი, ეს უკვე იდეა იყო, რომ საქართველოს უნდა შევქმნათ, უნდა არსებობდეს საქართველოს, უნდა გაერთიანდეს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, მას უნდა მოემატოს ზაქათალას ოლქი, ცალკე იყო ადმინისტრაციული ერთეული. სოხუმის სამხედრო ოკრუგი ერქვა მაშინ ესე იყო, ეს უნდა გაერთიანდეს და უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საქართველოს, თუნდაც რუსეთის იმპერიის შიგნით, ანუ ავტონომიური ერთეული საქართველოსი უნდა შეიქმნას. ამას ამბობდა ეკლესია. და ამის საპირისპიროდ აქ იყო პარტიები ძალზე გამარჯვებული, სოციალისტური პარტია, სოციალ-დემოკრატები, მენშევიკები, ბოლშევიკები, რასაც აკლებდა ერქვათ მათ. ეს იყო ერთი პარტია, რომელიც იყო ძალზე პოპულარული ხალხში და რომელიც სწორედ ამ იდეას ებრძოდა. აი ამ იდეას ებრძოდა, ეს იდეა, ანუ საქართველოს ავტონომიის იდეა ეკლესიამ გადასცა ილია ჭავჭავაძეს. ილია ჭავჭავაძე და ჩვენი ინტელიგენცია იყო საქართველოს ეკლესიის შვილები, სულიერი შვილები. ილიას მოძღვარი, თქვენ გახსოვთ, იყო ალექსანდრე დიდი, მიტროპოლიტი ალექსანდრე ოქროპირიძე, ღვთისმთავარი და ის იყო მისი მასწავლებელი, მისი მამა და სწორედ ილიამ გაბედა როგორც ერისკაცმა ეკლესიის გვერდით, ეკლესიის თანადგომა და მან მოითხოვა როგორც საქართველოს ავტონომია და შედეგად უკვე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ილია ჭავჭავაძე და სოციალისტებმა სწორედ ამის გამო მოკლეს მაშინ ილია ჭავჭავაძე რომ მან მოითხოვა დუმაში ანუ სათათბიროში უკვე ეს იყო სამმართველო ორგანო რუსეთისას საკანონმდებლო კრება რომ საქართველოს უნდა იყოს ავტონომიური ანუ იმის თქმა მინდა რომ საქართველოს ამ რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს სახელმწიფო ამისკენ როგორ ნაბიჯი მიდიოდა ეკლესია და ინტელიგენცია რომ საქართველოს გქონოდა და მართლაც მოხდა ისე რომ იმპერატორი წინააღმდეგი იყო რომ საქართველოს ესე ეკლესიის ავტოკეფალია მან თქვა რომ ესე იგი მე პრინციპში წინააღმდეგი არა ვარ თქვა რუსეთის იმპერატორმა ამბობდნენ არამედ ეს გადაწყვიტოს საეკლესიო კრებამ რომელიც უნდა შედგეს რუსეთის საეკლესიო კრება და იმ კრების ჩატარების ნებას არ აძლევდნენ თვითონ რუსეთში კრება ვერ ჩაატარეს ასე რომ ეს საკითხი გადადებული იყო მაგრამ მოხდა რუსეთში თებერვლის რევოლუცია 1917 წელს იმპერატორი თქვენ იცით რომ გადააყენეს აი ჩვენი ეკლესიის სიბრძნე ჩვენი ღვთისმთავრების ამით უსწრაფესად ისარგებლეს ჩვენმა ბრძენმა ღვთისმთავრება რომელიც მე პატრიარქები გახდნენ მოიწვიეს საეკლესიო კრება თქვენ გახსოვთ 1917 წლის მარტის თვეში 25 მარტს სვეტიცხოველში და გამოაცხადეს ეკლესიის ავტოკეფალია ავტოკეფალიის აი ასე ვთქვათ შემოქმედი იმჟამად იყო ლეონიდე. რადგან კირიონი გადასახლებული იყო რუსეთში და ლეონიდე პრაქტიკულად საქმიანობდა. ლეონიდე იყო ნამდვილი მეთაური ეკლესიის ამ დროს 1917 წელს ეს გამოვიდა აი ამ ავტოკეფალიის კრებაზე, წირვაზე და თქვა რომ დამოუკიდებელ ეკლესიას ჩვენ გვერდით უნდა ამოვუყენოთ დამოუკიდებელი საქართველო. საქართველოს იმჟამად არ არსებობდა საქართველოს ეს იყო 1917 წელი დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა 1918 წელს ანუ 17 წელს უკვე ეკლესია იბრძოდა იღწოდა რომ გქონოდა ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო და მართლაც განვითარდა პოლიტიკური მოვლენები რუსეთის იმპერია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში აქ იყო ფრონტი სამხრეთის ფრონტი თურქეთთან და რუსეთს ებრძოდა თქვენ გახსოვთ მაშინ გერმანია და ოსმალეთი ერთობლივი ძალით პირველ მსოფლიო ომში ერთ-ერთი ძალა იყო და რუსეთმა თავის ძალები გაიყვანა, ჯარები გაიყვანა კავკასიიდან და წამოაყენა ოსმალეთმა, რომ თქვენ ან გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა და ხარს უჭერდა გერმანია და გერმანიაც ამბობდა, რომ აი ოსმალეთი ძალზე საშიშია თქვენთვის. გერმანიამ ხარს გიჭერდა მაშინ. ჯობია გამოაცხადოთ თქვენ დამოუკიდებლობა და იქნებ ოსმალეთი აღარ შემოვა, მაშინ თბილისში აღარ შემოვიდა, თბილისის გავლით უნდა ბაქოში ანუ მთელი კავკასიის, ამიერკავკასიის და სამხრეთ კავკასიის დაპყრობა უნდა და ოსმალეთს. გერმანიამ წინადადება წამოაყენა, რომ ჯობია გამოაცხადოთ თქვენ დამოუკიდებლობა. და მართლაც მაშინ პოპულარული პარტია იყო სწორედ ეს სოციალისტებისა და ამის სათავეში იყო ჟორდანია და რომელიც იქამდე მუდამ იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ. სიტყვა საქართველოს ხსენება გრძელული იყო 20 წლის მანძილზე. ანუ 20 წელი ისინი ებრძოდნენ ილიას და საერთოდ ქართულ იდეას, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩვენ არ გქონოდა. და სწორედ ეს ძალა იძულებული გახდა თვითონ ეს ძალა მენშევიკები და ჟორდანია
რომ წაეკითხა დეკლარაცია დამოუკიდებლობისა, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა. ანუ ის იდეა, რომელიც ილიამ წარმოთქვა, რომელიც ჩამოყალიბდა ეკლესიის წიაღში, რომელიც შემოქმედი იყო საქართველოს ეკლესია, რომ შეუნდა ქონოდა საქართველოს სახელმწიფო, უფალმა ღმერთმა აიძულა სწორედ ნოე ჟორდანიას, რომ ხელში დაეჭირა ფურცელი და წაეკითხა, რომ ჩვენ იძულებული ვართ გამოვაცხადოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ასე რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი. საქართველოს ეკლესიის, აი მღვდელმთავრების, სამღვდელოების და რა თქმა უნდა ქართველი ერის სურვილი აღასრულა უფალმა ღმერთმა. პირველი ჩვენი პატრიარქი იყო თქვენ გახსოვთ ავტოკეფალიის შემდგომ და დამოუკიდებლობას რა თქმა უნდა აკურთხა და დალოცა ეს იყო კირიონი უდიდესი შემოქმედი ჩვენი ეკლესიისა ჩვენი ეკლესიის დღევანდელი მმართველებისა ჩვენი ეკლესიის მმართველობა ყოველთვის მუდამ როცა ჩამოყალიბდა მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს მიერ მეფე მირიანის მიერ ეს იყო ეროვნული მმართველობა ეს იყო პატრონობა საქართველოს ქართული ხალხისა ქართული ერისა ქართული ერის სულიერი გადარჩენა თითოეული ადამიანის თითოეული ქართველის და საქართველოში მცხოვრები ყველა ქრისტიანის და ყველა მორწმუნის გადარჩენა რათა სულები გადარჩეს ყველა ადამიანის სული გადარჩეს და ცხონდეს ეს არის ეკლესიის მიზანი და ამას ჭირდება რა ჭირდება გამართული სახელმწიფო მოწესრიგებული ურთიერთობა მოწესრიგებული საზოგადოება სწორედ ეს სურს ეკლესიას რომ იყოს საზოგადოება და ქვეყანა მოწესრიგებული და მთლიანი და ეს იდეა ეროვნული იდეა არ იყო მაშინ რუსეთმა ის ჩაკლა სკოლებში ჩაკლა ეროვნული არაფერი არ ისწავლებოდა ქართულ ენაზე აკრძალული იყო სწავლა განათლება ჩვენი ისტორია იყო დასცინოდნენ ჩვენს მეფეებს ჩვენს წინაპრებს და ასე აღსდიდნენ თაობებს ასე აღიზარდნენ თაობები ათეისტების თაობები ამან შექმნა სწორედ აი რუსულმა განათლების ანტიქართულმა განათლების სისტემამ საშინელი შედეგი გამოიღო მან კირიონი სწორედ იყო კაცი რომელიც აღვივებდა ეროვნულ იდეებს საფუძველი დაუდო ერთ-ერთმა პირველმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას თორსა ის უკვე პირველმა ჩვენმა საეკლესიო კრებამ მოიწვია ვითარცა პატრიარქი ის ჩამობრძანდა და მართლაც იყო ჩვენი პატრიარქი მოესწრო ჩვენი სახელმწიფო შექმნას აკურთხა და დალოცვა მან კირიონმა დალოცვა საქართველოს სახელმწიფო 26 მაისს 1918 წელს ასევე დალოცვა მან უნივერსიტეტი ასე რომ კირიონი იყო დიდი შემოქმედი ძალზე დიდი შემოქმედი მისი წიგნები მისი მაგალითად იბერიის შესახებ რომელიც რუსეთის კულტურაში რა როლი შეიტანა იბერიამ საოცარი წიგნი ეს ყველა ადამიანი უნდა წაიკითხოს ესე რუსული და სლავური კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი თურმე აქედან იღებდნენ დიდ ძალას და დიდ ენერგიას მხატვრები და სოფიის ლავრაში და კიდე სხვა მრავალი იყვნენ ქართველები ასევე იყო ლეონიდე იყო უდიდესი შემოქმედი რეალური შემოქმედი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისა და საქართველოს სახელმწიფოს შემოქმედი ერთ-ერთი ლეონიდე და ეს როცა კირიონი გადაასახლეს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ სწორედ ლეონიდე ედგა სათავეში საქართველოს ეკლესიის მოძრაობას ავტოკეფალიისაგან და ლეონიდე ყველაზე ურთულეს ეპოქაში გაუძღვა და შეიძლება ვთქვათ რომ აი ასე ვთქვათ ტანჯული იყო აი ჭეშმარიტად ტანჯული იყო ლეონიდე იმიტომ რომ ის მოესწრო ბოლშევიკები როცა ხელმეორედ მოვიდნენ რუსები და დაიპყრო 1920 წელს ხელმეორედ დაიპყრო რუსეთმა საქართველოს აი ამას მოესწრო ამ სიმწარეს მოესწრო და იმის წინ აი ამ სანამ შემოვიდნენ თბილისში და დაიპყრობდნენ საქართველოს ლეონიდე და სინოდი შეიკრიბა საგანგებოდ და მოუწოდებდნენ რომ ესე იგი უდიდესი საფრთხე გველოდება ხალხო ყველანი მოემზადეთ ბოლშევიკებთან საომრად რუსებთან საომრად მოემზადეთ იომეთ იბრძოლეთ იმიტომ რომ ხალხში იყო გავრცელებული ხმა რომ ეს უბრალოდ ხელისუფლება შეეცვლება რუსეთი ჩვენ აღარ დაგვიპყრობს რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა ეს აღარა იმპერიალისტური ქვეყანაა რუსეთი ახლა პირიქით ცდილობს რომ აქ კარგი სოციალური წყობა შემოიტანოს რომ ესე მიცეს გლეხებს მუშებს თავისუფლება ნუ ბევრი ემხრობოდა ძალზე ბევრი ემხრობოდა და ლეონიდე მოუწოდებდა რომ ესე არ იქნება და მართლაც როცა შემოვიდნენ სისხლით מחვილით ბოლშევიკები რამდენი ხალხი დახოცეს დახვრიტეს მაშინ მიხვდა ხალხი მიხვდა და დაიწყეს აჯანყებები უკვე 22-ში 23-ში 24-ში ამხელა აჯანყება იყო
ასე რომ ჩვენი საქართველოს სახელმწიფოს ფუძემდებლები არიან ჩვენი დიდი წინაპრები, მათ შორის სასულიერო პირები, ჩვენი წმინდა ღვთისმთავრები, ჩვენი პატრიარქები, ვერთად აბლოს. Ოცდაექვსი მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე წელსაც ტრადიციულად, გამორჩეულად აღინიშნა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ დღეს მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. გთავაზობთ სოფო ჩაჩიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი. ამ ქუჩებზე დაიწყო წლების წინ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ახლა კი სწორედ ამ ადგილზე აღნიშნავს უამრავი ხალხი, განსაკუთრებული ემოციითა და სიხარულით სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველოს სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სწორედ ეს სიტყვები ეწერა ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ დამოუკიდებლობის აქტის პირველ პუნქტში. ეროვნული დღესასწაული, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს, უკვე 25 წელია აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელიც ნოე ჟორდანიამ გახსნა და სიტყვით გამოსვლისას წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა, სამწუხაროდ არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს დაიპყრო. წართმეული დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ უკვე 25 წელი გავიდა. ეს ნამდვილად თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ძალიან დიდი მონაპოვარი და მე იმედი მაქვს, რომ ეს დღე უფრო და უფრო ხალხური გახდება. ნამდვილად მთელ საქართველოს ულოცავს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღესასწაული ჩემთვის და აი ბავშვებთან ერთად გამოსული ვართ, რათა ერთად ვიზეიმოთ. თავისუფლების მოედანზე გამართულ ოფიციალურ ცერემონიალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხმა აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, სასულიერო პირები, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ტრადიციულად ახალწვეულთა ფიცის დადებით დაიწყო. ეს დღე მე მინდა მოიულოცო ჩვენ თანამემამულეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მე მინდა ეს დღე მიულოცო მიულოდნელობით საქართველოს მხარდამჭერს მთელ მსოფლიოში და ჩვენ მეგობრებს. მიულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. უპირველესად მინდა მიულოცო ჩემს თანამებრძოლებს, საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს. მინდა მიულოცო ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ თავისუფლების მოედანზე ამაყად განა ჩვენთან და იცავენ ერთ ჩვენ საერთო იდეალებს საქართველოს დამოუკიდებლობისა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ მშვენიერი დღისათვის. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენ თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან ერთად და როგორ იზეიმებოდნენ დღევანდელ დღეს და მომავალ ჩვენს გამარჯვებებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ 25 წლის წინ, როგორ ჩვენმა თანამებრძოლებმა ერთად თელმა ერმა გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივახციეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. წელს ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის თავს ზეიმობს. ულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, ყველა ჩვენს თანამემამულეს. დღევანდელ დღეს ულოცავ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. დღევანდელი დღე
გამორჩეულად ამაღელვებელია წვევამდელებისათვის. დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ ეს დამოუკიდებლობა. არასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის დღეს გამართულ ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების, ლატვიისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორკესტრები იღებდნენ. რომ ძალიან კარგი დღე იყო, ძალიან საინტერესო დღესასწაული გამოგვივიდა 25 წლის თავის აღსანიშნავი დღეს ის რომ ამ მოედანზე ქართულ სამხედროებთან ერთად საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის თავს ულოცავდნენ ამერიკელი, ბრიტანელი, პოლონელი, ლატვიელი სამხედრო მოსამსახურეები. ეს არის დასტური ჩვენი ევროპული ოჯახის წევრობის იმ გზის, რომელსაც ვადგავართ და იმ გზაზე წარმატების გარდაუვალობის. ის ფაქტი, რომ დღეს ამ ღონისძიებას ერთდროულად ახმოვანებდნენ ქართული სამხედრო ორკესტრი და ლატვიის, ბრიტანელების და ამერიკელების სამხედრო ორკესტრები ჩვენთან ერთად ზეიმობდნენ სამის დასწურება, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ დღეს პირველად 25 წლის მანძილზე აქ ამ მოედანზე იდგა ქართული ნატოს ასეული. ასეთი რამ პირველია, ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და ეს არის დასტური გარდაუვალობის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის. 26 მაისს დღეს დამოუკიდებლობის მისადმი ღონისძიებაზე თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი არის 4 ერთეული ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკის ნიმუში. ეს არის კარგად ნაცნობი ლაზიკა, ეს არის დიდგორის ბაზარში შექმნილი კავშირგაბმულობის მანქანა და ასევე სამედიცინო საევაკუაციო მანქანა, რომელიც იცით რომ ექსპორტზე გადის სხვა ქვეყანაში. ღონისძიებები გათვლილი იყო ყველა ასაკის წარმომადგენელზე. იქ მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გამოფენები. ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სხვადასხვა სახის გასართობის საშუალებები. საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის თავი ძალიან მიხარია და ძალიან კარგი დღეა. ვაკეთებ სხვადასხვა ყვავილებისგან ფერადფერად გვირგვინებს, ანუ გამლელებს, ვისაც როგორი ყვავილები მოეწონებათ სურვილისამებრ და მთელ საქართველოს ულოცავთ ამით დღევანდელ დღეს.